ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 60 სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირს 10%-დან 12.5%-მდე ოდენობის ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა. ის ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 99%-ზე მეტს შეეხება. თეთრი სახლის განმარტებით თესნაბიჯი შერჩეულ ქვეყნებში სავარაუდო იძულებითი შრომის წესის დარღვევებს უკავშირდება და ის აქამდე მოქმედ 10%-იან დროებით გლობალურ ტარიფებს ჩაანაცვლებს. საყურადღებოა, რომ ახალი შეზღუდვები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მოქმედ სპეციალურ ტარიფებს არ დაემატება. თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის დირექტორმა მაიკლ კრაციოსმა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Moonshot AI შეერთებული შტატების საექსპორტო შეზღუდვების გვერდისავლასა და NVIDIA-ს თანამედროვე ჩიპებზე წვდომის მოპოვებაში დაადანაშაულა. როგორც ირკვევა, ჩინურმა კომპანიამ NVIDIA-ს GB300 ტიპის იმ მიკროპროცესორებზე მიიღო წვდომა, რომლებსაც ის ტაილანდში განთავსებული სერვერების მეშვეობით საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად იყენებდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, Moonshot AI-მ ანტროპიკის ფლაგმანური მოდელის Fable-ის მონაცემებიც უკანონოდ მოიპოვა, რათა ახალი პროდუქტი Kimi K3 შეექმნა. ამასთან ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩინური კომპანიების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებასა და მათ შავ სიაში შეყვანას განიხილავს. ამერიკული მხარის შეფასებით, ჩინური საწარმოები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ინტელექტუალურ საკუთრებას მასშტაბურად იპარავენ. უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების ფონზე რუსეთმა შიდა დეფიციტის შესამცირებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ინდოეთიდან დაიწყო. როგორც ანალიტიკური კომპანია კეპლერის მონაცემებიდან ირკვევა, ინდოეთში მდებარე ვადინარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან გამოგზავნილი 42,000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ბელოე მორეს ტერმინალში კვირას შევა. ამ საწარმოს ინდური კომპანია Nayara Energy ფლობს, სადაც რუსულ სახელმწიფო კომპანია Rosneft's 59%-იანი წილი ეკუთვნის. საყურადღებოა, რომ Nayara Energy-ში რუსული კომპანიებისთვის საწვავის მიყიდვას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კომპანია მხოლოდ შიდა ბაზრის მომარაგებაზეა ორიენტირებული. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიმართულებით ინდოეთიდან უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60,000 ტონა ბენზინი, რაც ქვეყნის ღიური მოხმარების დაახლოებით 60% შეადგენს. პარალელურად მოსკოვისთვის ბენზინის მიწოდება მკვეთრად გაზარდა ბელარუსმაც, რომელმაც ივნისში რუსეთს 184,000 ტონა საწვავი მიყიდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 3-ჯერ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184-ჯერაა გაზრდილი. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.25%-ზე უცვლელად დატოვა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებისა და ენერგომატარებელთა ფასების ზრდის ფონზე მომდევნო თვეებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობაზე მიანიშნა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით სადეპოზიტო განაკვეთი 2.25%-ზე შენარჩუნდა, ხოლო ერთდღიანი და ერთკვირიანი სესხების განაკვეთებმა შესაბამისად 2.65% და 2.40% შეადგინა. ECB-ს შეფასებით გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება, ხოლო ენერგეტიკული შოკის სრული ინფლაციური ზეგავლენა ჯერ კიდევ არ გამოვლენილა. ცნობისთვის ანალიტიკოსები წლის ბოლომდე განაკვეთიც კიდევ ორჯერ გაზრდას პროგნოზირებენ, რაც სავარაუდოდ 9 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრიდან დაიწყება. შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ ივნისში პირველად გაზარდა. თუმცა მას შემდეგ გამოქვეყნებულმა ფაცების, ხელფასების, ეკონომიკური აქტივობისა და ინფლაციური მოლოდინების ზომიერმა მონაცემებმა განაკვეთის სწრაფი შემდგომი ზრდის საჭიროებაში ამცირა, რის გამოც ბანკის შენარჩუნების სტრატეგიაზე გადაერთო. ევროკომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ციფრული ბაზრების აქტის დარღვევაში დამნაშავედ ცნოდა კომპანიას მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა. ევროპული რეგულატორის განცხადებით საძიებო სისტემაში საკუთარ სერვისებს, მათ შორის სასტუმროებისა და პროდუქტების Google-ის სისტემა დიდ პრიორიტეტს ანიჭებდა, როგორც ირკვევა, ევროკავშირმა მონოპოლიურ ქმედებად მიიჩნია Google Play-ის პოლიტიკად, სადაც აპლიკაციების დეველოპერებს მომხმარებლებისთვის ალტერნატიული და შედარებით იაფი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეზღუდებოდათ. ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტს კონკურენტული სერვისების მიმართ სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფა და დეველოპერების შეზღუდვების გაუქმება დაავალა. მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიას დარღვევების აღმოსაფხვრელად 60 დღიანი ვადა განუსაზღვრა. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი Google-ს გლობალური წლიური ბრუნვის 5%-მდე ოდენობის ჯარიმით ემუქრება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ანალიზს ატარებენ და გასაჩივრების შესაძლებლობას განიხილავენ. კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით მიღებული გადაწყვეტილება არათანაბარ კონკურენციას ახალისებს, რის გამოც ევროპელი მომხმარებლები და ბიზნეს სექტორი ზარალდებიან. ფინური ტელეკომუნიკაციების გიგანტმა Nokia 2026 წლის მეორე კვარტალში ბაზრის პროგნოზზე მაღალი 4.82 მილიარდი ევრო შემოსავალი მიიღო. არსებული ინფორმაციით კომპანიის საოპერაციო მოგება წლიურად 18%-ით გაიზარდა და 434 მილიონი ევრო შეადგინა. ეს მაჩვენებელი LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 382 მილიონ ევროს საგრძნობლად აღემატება. აღსანიშნავია, რომ Nokia-ს ფინანსური წარმატება ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სექტორიდან მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდა
გაზარდა და 446 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ახალი შეკვეთების საერთო მოცულობამ 2.8 მილიარდს მიაღწია. კომპანიამ სტრატეგიული აქცენტი იმ ოპტიკურ ბოჭკოვან მოწყობილობებზე გადაიტანა, რომლებიც ტექნოლოგიურ გიგანტებს მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში ეხმარება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კვარტალური შედეგების ფონზე Nokia მთლიანი წლის საპროგნოზო მაჩვენებელიც გაზარდა. კომპანიის ხელმძღვანელობა მოელის, რომ წლიური საოპერაციო მოგება 2.1 მილიარდიდან 2.6 მილიარდამდე შუალედში დაფიქსირდება. მანამდე არსებული პროგნოზი 2 მილიარდიდან 2.5 მილიარდამდე ინტერვალს მოიცავდა. იტალიური საბანკო ჯგუფის Unicredit-ის აღმასრულებელი დირექტორის ანდრია ორჩელის განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტი გერმანულ კომერცბანკზე სრული კონტროლის დამყარებას შესაძლოა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შეუდგეს. როგორც ირკვევა, იტალიურმა ბანკმა კომერცბანკში საკუთარი წილი უკვე 48%-მდე გაზარდა. ორჩელის განმარტებით, მხარეებს შორის სრული შერწყმის განხორციელებამდე გარკვეული რეგულატორული პროცედურებისა და ანტიმონოპოლიური უწყებების თანხმობის მიღებაა საჭირო. ცნობისთვის Unicredit-ის ხელმძღვანელობა მაისში დაგეგმილ აქციონერთა საერთო კრებამდე ელოდება პროცესების დასრულებას, რათა ევროპაში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებას საბოლოო სახე მიეცეს, რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს. მეორე კვარტალში Unicredit-ის წმინდა მოგება 13%-ით შემცირდა და 2.9 მილიარდი ევრო შეადგინა. ერთჯერადი ჰეჯირებისა და კომერცბანკის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით მაჩვენებელმა 3.1 მილიარდ ევროს მიაღწია. მიუხედავად ამისა, იტალიურმა ჯგუფმა წლიური წმინდა მოგების პროგნოზი გაზარდა და 11 მილიარდ ევროზე მეტს ელოდება.